გაფრთხილდით ძმებო, ანუ ძმები ვინ არიან? მორწმუნეებს ეუნება, ეკლესიის წევრებს ეუნება. აი ეკლესიის წევრებს ეუნება თქვენ შორისო, ვინმეს არ ქონესო ბოროტი და ურწმუნო გული, ეკლესიის წევრებს ეუნება. რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს და არ დარჩეს რიტუალების ტყვე, უბრალოდ და ნომინალურად რაღაცა ფორმა არ დარჩეს რელიგიური. ცოცხალი ღმერთი არ წავიდეს მისგან. და როგორ შეიძლება ხო ეკლესიის წევრს ქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული? და შეიძლება, სწორედ იმის გამო, რომ ღვთისნებას არ გამოიძიებს და ღვთისნების წინააღმდეგ არის. არამედ შეაგონეთ ერთმანეთს ყოველ დღე და აი აქ ამბობს, ანუ ერთმანეთს შეაგონეთ რას ნიშნავს? ერთმანეთი გაამხნევეთ, ერთმანეთს გვერდში დაუდეკით, ერთმანეთი არ მიატოვოთ. სანამ ითქმის დღეს, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცდურით. სანამ ითქმის დღეს, ანუ აქ საუბარია, ნახეთ, აქ საუბარია აწმყოზე, რომ აწმყოში რომელიმე ჩვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცდურით. ცოდვა მოდის როგორც მაცდუნებელი, რას ნიშნავს, რატო გაცდუნებს? სიმართლის ნიღაბს იკეთებს, ჭეშმარიტების ნიღაბს, მართალი ხარ, აი ესე მოდის ცოდვა, მისით გული გიქვავდება და გაქვავებული გული ცოცხალ ღმერთს ვეღარ განიცდის და როცა ითქმის დღესო, დღეს ნიშნავს ამ შემთხვევაში აწმყოს, რომელიც არც ერთმა არ ვიცით რამდენი ხანი გაგრძელდება. შეიძლება ეს ჩვენთვის ბოლო დღე იყოს, მაგრამ აუცილებლად დადგება ბოლო დღე და ზოგადად იცოდეთ, რომ დღე, ანუ აწმყო, თუ აწმყოში არ ეძებ ჭეშმარიტებას, თუ აწმყოში არ ერდგულებ ჭეშმარიტებას, თუ დღეს ამ სიტყვის დიდი გაგებით, არა კალენდარული გაგებით, არამედ ამ სიტყვის დიდი გაგებით, იმიტომ რომ ეს არის აწმყო, რომელშიც შენ რეალიზდები როგორც ქრისტიანი, თუ შენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არ იქნება და საკრალურიც დღევანდელი დღე, მაშინ არ ცვალინდელი დღე არ იქნება, არ ზეგინდელი დღე არ იქნება და აი ესე დაუბრდებით ურწმუნოებაში. და როცა მოვა ის დღე, ან უფლის დაბრუნების, ან გარდაცვალების, ან თუნდაც უფალთან შეხვედრის შესაძლებლობის, როგორც მართალ სვიმეონს შეხვდა ტაძარში უფალი, ხო, ამ დღეს ჩვენ გამოვტოვებთ. ეს დღე ჩვენს გვერდზე ჩაივლის, თუ ის იქნება საკრალური შეხვედრა, ხოლო თუ სიკვდილი იქნება ჩვენი გარდაცვალება და უფლის დაბრუნება, მაშინ დავკარგავთ ღმერთს.